ვინ რისთვის და რის საფუძველზე დაასანქცირა ესტონეთმა. დასანქცირებულ პირთასია ოპოზიციამ და NGO-ებმა ერთობლივად შეადგინეს. ამ საქმეს კი სათავეში ეკა გიგაური და მისი ოპოზიციურ აქტივისტური ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ედგა. ირკვევა, რომ ბალტიისპირეთში დასანქცირებულ პირთასია და მიზეზები სწორედ გიგაურის ორგანიზაციის შეხედულებით შედგა. მაგალითად, ლაშა ტალახაძე, რომელიც ამ სიაში იმის გამო მოხვდა, რომ როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა მიუთითებს, ის აგრესიულობით გამოირჩევა. ამით გიგაურის ორგანიზაციის ირგვლივ სკანდალი არ სრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ მის ხელი ურევია ძალიან დიდი პროცენტული ალბათობით. თან წარმოვიდგინეთ, იმდენად უნდა მოეძებნათ რაღაცას, თქვა ახსნა ამისათვის ლაშა ტალახაძეს დააბრალეს აგრესიულობა. რო თითქოს ლაშა ტალახაძე დასანქცირდა აგრესიულობისთვის. რამნაირი აგრესიული არის ლაშა ტალახაძე, ჩვენ ყველა ვიხილეთ, როდესაც ერთ-ერთი აქტივისტი მისდევდა და უკანასკნელი სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდა ამ თასავით კაცს და საერთოდ რეაქციაც კი არ მისცა ამაზე.